ამას უნდა შეხედოთ. ინდოეთში აღმოაჩინეს ახალი ვირუსი, რომელსაც არანაირი მკურნალობა აქვს და ღამურის წარმოშობისაა. ალბათ ხვდებით რა სააგავს. და ამ ვიდეოში ვისაუბრებ თუ რა პრობლემები შეიძლება განვითარდეს მისი დაავადებით და რა საშიშროებას წარმოადგენს როგორც სოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. თავდაპირველად რომ ვისაუბროთ, ეს ვირუსი სახელად ნიჰაპი პირველად ნახეს 1998 წელს მალაზიასა და სინგაპურში, სადაც ღამურიდან გადავიდა ღორში და გადავიდა ახლომყოფ ფერმერებში და წლის ბოლოს 250-ზე მეტი ადამიანი იყო დაფიქსირებული ამ ვირუსით, რომლიდანაც 100-ზე მეტი გარდაიცვალა. 2000-იანი წლების დასაწყისში გავრცელდა და პირველი შემთხვევები გვხვდება ინდოეთსა და ბანგლადეშში, სადაც ყოველწლიურად ფიქსირდებოდა. მისი მთავარი პრობლემა არ არის ბევრი ადამიანის ინფიცირება, არამედ უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც მერყეობს 40 და 75% შორის. ვირუსი თავდაპირველად იწყება ხილის მჭამელ ღამურებში და მათი ნერწყვით, შარდით და ფეკალით გადადის პალმის წვენში, რომელსაც ადამიანები და ცხოველები დაუსუფთავებლად მიიღებენ, ხოლო ცხოველებიდან მერე ადამიანებში გადადის და ასევე შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე გადასვლა. ჩვენთვის საბედნიეროდ ესეთი ღამურები არსებობენ მხოლოდ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ გლობალური პრობლემა გახდა, როდესაც სხვა ჯიშის მქონე ხილის მჭამელ ღამურებში აღმოაჩინეს ამ დაავადების ანტისხეულები, რაც ნიშნავს, რომ დაავადებულები იყვნენ და უკვე გადატანილი ჰქონდათ ეს დაავადება, რამაც გამოიწვია შიში, რომ სხვაგანაც თუ შეიძლება რომ არსებობდეს. ნიჰაპი ჩვენს ორგანიზმში იჭრება სასუნთქი გზებით ან ინფიცირებული საკვებით, სადაც ორი ცილით, პირველი G ცილით ეძებს და მეორე F ცილით უკავშირდება რეცეპტორებს ეპიფირინ B2 და B3-ს, რომლის შემდეგ გამრავლებას იწყებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში თვისებაა, რომ ინფიცირებული უჯრედები იწყებენ მეზობელ უჯრედებთან გაერთიანებას, რაც უზარმაზარ უჯრედებს ქმნის, რომელიც ქსოვილების დაზიანების გარდა ეხმარება ვირუსის პირდაპირ შეუმჩნევლად გავრცელებას სხვა უჯრედებში, ისე რომ იმუნურმა სისტემამ ვერ გაიგოს და ვერ შეეწინააღმდეგოს. ამ სტადიაზე ინფექცია ადგილობრივია და ეხება ცხვირს, ყურს, ფილტვებს, რომლიდანაც გადადის ლიმფაში, სადაც კიდევ უფრო მრავლდება და გადადის სისხლში. ამ ეტაპს ვირემია ეწოდება, სადაც სისხლძარღვების შიგნითა ზედაპირს აზიანებს და იწვევს მიკოთრომბებს და სისხლის მოძრაობის დარღვევას და ბოლოს მიემართება ტვინში. მისი საწყისი სიმპტომებია: სიცხე, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთის ტკივილი და სისუსტე. ხოლო თუ გართულებულია, გულისრევა, თაბურსხვევა, სუნთქვის გაძლელება. ხოლო ტვინში იწვევს ქცევის ცვლილებას, მეტყველების დარღვევას და კომას. ნიჰაპი COVID-19-თან შედარებით ერთი და იგივე საშიშროებას წარმოადგენს. თუ მის სიმპტომებს გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო საშიშიც ითქვას, მაგრამ მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ამის შესაძლებლობის დაბალი რისკი მიანიჭა, რადგან COVID-თან შედარებით, რომელიც ჰაერის ნაწილაკებით ვრცელდებოდა, რაც მის შორს მანძილზე გავრცელებას იწვევდა, ნიჰაპი ასე არ ვრცელდება. იგი ადამიანებს შორის ახლო მანძილზე ვრცელდება სხეულის სითხეებით, როგორიცაა ნერწყვი, ლორწო, სისხლი და შარდი. ამიტომაც ქუჩაში უბრალოდ გავლით არ გადაგებება. მისი გავრცელებაც ძალიან სუსტია და რთულად ვრცელდება და ღამურებზეა დამოკიდებული. ამიტომაც მისი გავრცელება მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებში ხდება. ამიტომაც მარტივად რომ გავმარტოთ, COVID-ი ძალიან გადამდები იყო და საშუალო სიმპტომები და სიკვდილიანობა ჰქონდა, ხოლო ნიჰაპი ნაკლებად გადამდებია, მაგრამ უფრო მომაკვდინებელია. ამით დაავადებული 40-დან 70%-მდე კვდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობა არაა მისი გლობალური გავრცელების, რადგან შეიძლება მუტაცია მოხდეს და ჰაერში გავრცელებაც დაიწყოს, რაც მას შეუჩერებელს გახდის. ამიტომაც მეცნიერებმა პოტენციურ საფრთხესასიაში ჩაწერეს. ამის შესაძლებლობის და ინდოეთში ორი ახალი кейსის გამო გამოიწვია ქვეყნებში, როგორიცაა სინგაპური, ტაილანდი და ჰონკონგში, რომ მისი შემოწმება აეროპორტებში მოხდარიყო, რათა მისი გავრცელება შეამცირონ. ხოლო ინდოეთი გამუდმებით ამბობს, რომ ეს ვირუსი მართვის ქვეშაა და არანაირ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომაც არანაირი გეგმები აქვს, რომ თავიანთ აეროპორტებში დამატებითი შემოწმებები მიიღოს. რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის, როდესაც ყოველწლიურად 100,000-ზე მეტი ინდოელი ჩამოდის, რომლიდანაც ძირითადი ნაწილი რჩება. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ დაავადებას არანაირი ვაქცინა არსებობს, ამიტომაც საუკეთესო რჩევებია ხილის გარეცხვა, თავის არიდება ნედლი პალმის წვენისგან, ასევე ძირს დავარდნილი და დაკვეჩილი ხილისგან თავის აცილება, დაავადებული ცხოველებისგან, განსაკუთრებით ღორებისგან და ზოგადი ჰიგიენის დაცვა. ნიჰაპი ჯერჯერობით არ ითვლება გლობალურ საფრთხედ, მაგრამ შეიძლება ახალი ვირუსი გაჩნდეს და ჩვენ მთავარია მზად ვიყოთ. მეტ გავაგრძელებ ამაზე დაკვირვებას, ხოლო თუ ხართ დაინტერესებული მეტ მარტივ სამედიცინო ახსნებში, გამოიწერეთ არხი.